საქართველოში სოკოთი ინტოქსიკაციის 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. Როგორია მდგომარეობა ქვეყანაში, რა სიმპტომები ახასიათებს მოწამვლას და როდის უნდა მიმართოს ადამიანმა სპეციალისტს. Ამ საკითხებზე მედია ცენტრ მთავარში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე თეიმურაზ კობიძემ ისაუბრა. Როგორც მან აღნიშნა, მოწამვლის პირველივე ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია მოქალაქემ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. მისი განცხადებით, ასეთ დროს სახლში მკურნალობა რისკებთან არის დაკავშირებული. ტოქსიკოლოგი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საერთოდ სეზონურ მოწამვლას ეძახიან, მაგრამ წელს რაც ხდება, გადააჭარბა ყოველგვარ სეზონურ იმას დასაწყისს. საერთოდ საქართველოში რეგიონების მიხედვით არის ახასიათებთ ხოლმე მოწამვლები. ძირითადად. ეხლა არის ლიდერობს თუ შეიძლება ესე ითქვას იმერეთის რეგიონი. ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა. ყველაზე ხშირია გავრცელებული. შემდეგ თითქმის მთელ კახეთში სვანეთიდან ჩამოიყვანეს 2 ადამიანი. ზუგდიდში, რაჭაში ვრცელდება, კახეთში, შიდა ქართლში. აი გუშინ მაგალითად 2 ადამიანი იყო ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე ერთ-ერთ რეგიონში. სწორედ ამ წერაცოთი დამხარებული. საბედნიეროდ ისე ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, რომ ჯერჯერობით ლეტალური შემთხვევა არ ქონია საქართველოში. ყველა ადამიანს გონია, რომ სროთი მოწამვლა როგორც ესე შემთხვევითია. საქმე იმაშია, რომ საკვებად ვარგის სოკოს გვერდით იზრდება მისი შხამიანი ორეულები, რომელთა ძალიან ძნელი დასარჩევია, მით უმეტეს გამოცდელი თვალისათვის. სოკოდ გამზადებულ კერძზე არ შეიძლება დიდხანს იყოს შენახული. უნდა იყოს ემალირებულ ჭურჭელში, მაქსიმუმ მეორე დღემდე მაწივარში. მეორე დღის შემდეგ არ არის სასურველი. მისი მიღება. მეორე შემდეგი არასწორი დამუშავება და არასრული დამუშავება. მოსახლეობამ არ იცის ახლა ამ შემთხვევაში რითიც არის გავრცელებული ეს წერაცოს არ ეხება ახლა რასაც ვიტყვი. მაგრამ არის ოქრო სპეციალური ჯიში, რომლის დროსაც საკმარისი არის ალკოჰოლის მცირე რაოდენობა მიიღოს ადამიანმა, რომ ვითარდება მოწამვლა ურონმდრომარეობის განვითარებით და კუნთის განვითარებით. და საქართველოს გვაქვს ასეთი სოკოები. მოსახლეობას რომ უნდა უთხრა, საკმარისია არავითარ შემთხვევაში არ სცადონ სოკოთი მოწამვლაზე ეჭვის შემთხვევაშიაც კი ბინაზე დარჩენა.